გამარჯობათ, დაიგიბრუნდით დაპირებული ვიდეოთი. მოგამზადე ყველაფერი ფარების გასაპოლირებლად. ყველაფერში რა შედის? უშუალოდ დევაისი რაც მქონდა, პლუს ამას წყალი, ფენი, სკოჩი, სპირტი, ფიბრები, ხელთათმანი. რაც შეეხება შკურკებს, დავიწყე ალბათ, არ ვიცი, შეიძლება 400-იანიდან არ დავიწყო, მაგრამ 400-იანი, 600-იანი, 800-იანი, 1000-იანი, 1200-იანი, 1500-იანი, 2000-იანი და დავასრულებ 3000-იანით. შეიძლება პირდაპირ 600-იანით დავიწყო და 400-იანით არ დავიწყო. რაც შეეხება უშუალოდ მანქანას, აი ეს ფარებია, რამდენად ჩანს ვიდეოში, ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს მარჯვენა ფარი საკმაოდ არის დამუქებული. რაღაცას ვერ ვარკვევ, მაინც მე ვფიქრობ, რომ შიგნიდანაც აქვს რაღაც ხარვეზები და სიმუქეები, მაგრამ ეს მერე გამოჩნდება პროცესში. ეს ფარი ბევრად უკეთესად გამოიყურება, თუმცა ამასაც აი ჩანს მე მგონი, აქვს რაღაც ნაკაწრები და რამდენად ღირს აი ამ ნაკაწრების გულისთვის ქარხნული ლაკის მოცილება საკითხავია. ამიტომ გადავწყვიტე, რომ გავაკეთებ ჯერ მარჯვენა ფარს, მერე შევხედავ და თუ სხვაობა არ მომცა დიდი, შეიძლება მეორე ფარს აღარ დაჭირდეს. ან თუ საკმაოდ სხვაობა მომცა, მაშინ გავაკეთებ მეორე ფარსაც. უშუალოდ პროცესი მე ვფიქრობ, რომ აქ არაფერი საინტერესო არ იქნება, საკმაოდ მოსაწყენი იქნება და ამითი თავს არ შეგაწყენთ. დავიწყებ იმით, რომ დაიფარება, როგორც მცოდნეებისგან მივიღე რეკომენდაციები, აუცილებლად უნდა დაიფაროს გარშემო ადგილები, რომ არ დაზიანდეს გაშკურკვის დროს, ზუმფარის ქაღალდის დამუშავების დროს, სხვა დეტალები რომ არ დაზიანდეს და წყლითა და ზუმფარის ქაღალდით დავიწყებ დამუშავებას. ბოლოს ჩამოვრეცხავ, გავასუფთავებ კარგად, დავამუშავებ სპირტით და უშუალოდ პოლირების პროცესი პოლირების დრო რო დადგება პროცესს რო დავიწყებ, ჩავთავ ვიდეოს და გაყურებინებ თქვენთან ერთად. მე ძალიან მაინტერესებს რა შედეგს მოგცემს. კარგით, დროებით გავაგრძელებ ახლა.